დღეს თავისუფალი საქართველოს მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ ლიბერთი ბანკის სათავო ოფისთან ბრიფინგი გამართა. კუკავამ წარმოადგინა ხელშეკრულება, რომელიც მისი თქმით 59%-იან სესხზეა გაფორმებული და ეს მევახშეობას წარმოადგენს. მისი განცხადებით, ლიბერთი ბანკი და სხვა საფინანსო ორგანიზაციები პენსიონერებისა და მოქალაქეების გაძარცვით საქმიანობენ. კუკავამ საბანკო სისტემას მაფია უწოდა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე დასრულებულია სარჩელის განხილვა ბანკების წინააღმდეგ. თავისუფალი საქართველოს პროგრამა ითვალისწინებს სესხების განაკვეთის 6%-მდე შემცირებას და იძულებითი გამოსახლებების აკრძალვას. ეს არის 59%-იანი კრედიტი, რომელსაც ხელს აწერს აი ამ ძარცველების და მევახშეების ბუდის ლიბერთი ბანკის დირექტორი ირაკლი რუხაძე. 59%-იანი კრედიტი არ არსებობს სოფლიოში არსად, საქართველოს გარდა. აი აფრიკის იმ ქვეყნებშიც კი სადაც კანიბალები არიან შემორჩენილი 59%-იანი კრედიტი იქაც კი არ არსებობს და ხელისუფლება აძლევს ამ მევახშეს ირაკლი რუხაძეს ასეთი თავხედობის უფლებას მხოლოდ იმიტომ რომ ამავე ლიბერთი ბანკის მეპატრონეს რომელიც ძარცვავს პენსიონერებს და მთელ დანარჩენ საქართველოს მასვე ეკუთვნის ტელეკომპანია იმედი. როგორც ლიბერთი ძარცვავს, აი ტელეკომპანია იმედი წამლავს მთელ საქართველოს თავისი პროპაგანდით და სწორედ იმიტომ რომ იმედის საშუალებით ასრულებს ის ივანიშვილის და ხელისუფლების დაკვეთებს და დავალებებს, მას აძლევენ უფლებას რომ წარმოედგინოს აი ესეთი შეასრულოს აი ესეთი აბსოლუტურად კრიმინალური ოპერაციები. ხშირად ტელევიზორში როდესაც რაღაც კრიმინალური სიუჟეტები არის და საუბრობენ ხოლმე რაღაცა კანონიერ კურდებზე, ონიანი და ჯანმრთელობაზე და რავი კალაშოვი და სხვადასხვა გვარები, მეცინება ხოლმე, იმიტომ რომ დღეში იპარავს ლიბერთი ბანკი იმას და დღეში ძარცვობს, რაც მაგათ მოუპარიათ მთელი თავისი ცხოვრება. ნამდვილი კანონიერი კურდი ამ ქვეყანაში აი ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით არის ირაკლი რუხაძე, იმიტომ რომ კურდიც არის 59%-იან კრედიტს სხვა არაფერი არ ქვია და კანონიერიც არის, იმიტომ რომ პირდაპირ აღჭურვილი არის სახელმწიფოს მხრიდან სრული დაუსჯელობის სინდრომით. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იმ შემთხვევაში თუ მივიღებთ ამორჩევლების და პირველ რიგში პენსიონერებს მიმართო თქვენს ხარდაჭერას. იქნება გამოძიება ლიბერთი ბანკის წინააღმდეგ, იქნება 59%-იანი კრედიტების აკრძალვა, იქნება ნულოვანი აუქციონების აკრძალვა და იქნება იძულებითი გამოსახლებების აკრძალვა და ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვჭირდება თქვენი ხარდაჭერა, რომ ლიბერთი ბანკის წინააღმდეგ ეს ოპერაცია იქნეს ბოლომდე მიყვანილი. რაც შეეხება აი ეს კრედიტი, აიტვირთება დღეს ჩვენ საიტზე და ყველას შეგიძლიათ ნახოთ, როგორ გასცემს 59%-იან კრედიტებს ის ბანკი, რომელიც უნდა იყოს ყველაზე სოციალურად მეგობრული გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფოსგან იღებს უზარმაზარ კონტრაქტს პენსიების მომსახურებას.